გამარჯობა. გამარჯობა. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ტელეფონს აკეთებ? აქ გააჩნია რა ჭირს. აი. ეს უნდა გავხსნა რომ გავიგო ხა ეს როგორ მიხვდა. მიდი რა გეხვეწები რა. რეალი არსენალის დროს დამივარდა. წნევა? ტელეფონი. ხო, ვიცი. რეალის მესამე ფანი ხარ უკვე ვინც მაგას მეუბნება. ამის აწყობა რთული იქნება. რა ვიცი, გუნდი აწყვეთ და iPhone-ს ვერ აწყობ? iPhone-ია? რომელი? 15. კაც 15. მარტო დაგივარდა თუ ცრემლიც ჩავიდა? რა ცრემლი ბიჭო, რეალის ფანებმა ბოლოს ლადესიმას დროს ვიტირეთ რამოსის გოლზე. ისიც სიხარულის ცრემლები იყო. გასაგებია. რა ვიცი, რასაც უყურებ, ეკრანი უეჭველი შესაძლებელია. მოკლედ მოდი ორიგინალი არ გვინდა, ჩინური დავაყენოთ, იმიტომ რომ კოპა დელ რეის ფინალის მერე მაინც მოსასვლელი იქნებოდა. მოდი დააყენე რა. ორიგინალი. შეიძლება დარესეტებას დაჭირდეს და რაღაცები წაიშალოს და რამე მნიშვნელოვანი ხო არ გაქვს? არა უშავს წაიშალოს. მნიშვნელოვანი რაღაცეები ვიკიპედიაზე წერია. რამდენჯერ შევხვდით, ვის რამდენი მოგება აქვს, რამდენი ტიტული. რა დამიჯდება? რემონტადა? 900 ლარი. რა ამბავია? რა ამბავია, ბოლო ორ ელ-კლასიკოში გაშვებული 9 ბურთით ორე. ასე ნორმალური გითხარი. კაი. მალე იქნება თუ კამპ ნოუს რემონტივით უნდა გაწელო. მალე იქნება. გოლის დროს ხომ უნდა დაგირეკო. ბაპემ დაიწყო ვარჯიში, იქეთ არ დაგირეკო. ვარჯიში დაიწყო? კი იყო ისე დრო უკვე. რა უნდა გითხო იცი? ანჩელოტი მართლა მედის. ანსუ ფატი მართლა მომავალი მესია? ვინისიუს მართლა 2 წლიანი დისკვალიფიკაცია იმუქრება? შენ მართლა ხელოსანი ხარ? გააკეთე რა. ამას კი გავაკეთებ და ეშველება, მაგრამ რეალს წელს არაფერი ეშველება. 1 საათში გამოიარე მზად იქნება. აქნა გაკეთდა? კი, აი. კეისი საჩუქრად. ვა, მადლობა. აქვს. $26 აპრილს კოპა დელ რეის ფინალში ბარსელონა და რეალი რიგით 260 ოფიციალურ ელ-კლასიკოს გამართავენ. სამწუხაროდ რეალი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა და ფანები ცოტათი გააბრაზა. ბარსას კი ამ თასის მოგებით ტრებლის შანსი აქვს. მოკლედ, ბარსა ტრებლისთვის იბრძოლებს და რეალი ბაბლისთვის. აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო ჩემპიონთა ლიგაზე რეალის მარცხს. არსენალთან 3-0-ის შემდეგ რემონტადას იმედი ჰქონდა. თუმცა როგორც ჩვენთან, ისე ყოფილა იქაც. დაიწყელა რემონტადა. რაც შეეხება კოპა დელ რეის ფინალს, მიუხედავად იმისა, რომ რეალის ნახევარი გუნდი შოქშია და ნახევარი კლინიკაში, მაინც იმედი მაქვს, რომ მოვიგებთ და დემონტაჟა არ დაგვჭირდება. საოცარი სეზონი აქვს ბარსელონას, ლა ლიგაში პირველ ადგილზე არიან, ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში. რაფინია ბომბარდირებში როგორც ლა ლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, ოქროს ბურთის კანდიდატებში პირველ ადგილზეა, კოპა დელ რეის ფინალში არიან და ტრებლისთვის იბრძვიან. მოკლედ, ბარსელონამ გუნდი ააშენა და კამპ ნოუ ჯერ კიდევ ვერა. შოფერ ჰოფერთან ერთად გაგაცნობთ გუნდების სტატისტიკას. ბარსა და რეალი ერთმანეთს ოფიციალურად 259 ჯერ დაუპირისპირდნენ. 105 ჯერ რეალმა მოიგო, 102 ჯერ ბარსამ, 52 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. ბოლო 10 ელ-კლასიკოდან 6 ბარსამ მოიგო, 4 რეალმა. მიმდინარე სეზონში ბარსა თამაშის საშუალოდ 7 ჯერ ურტყამს კარში, რეალი კი 5 კუთხურს აწვის. ბარსა თამაშის საშუალოდ 11 ჯერ ჯარიმდება, რეალი კი 2 ჯერ ხდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია კაშ დარტყმების მეტი. სულ ამხანაგური თამაში იყოს ელ-კლასიკოა. ბარსა ტრებლისთვის იბრძვის, რეალს ბოლო 2 ელ-კლასიკო წაგებული აქვს შესაბამისად ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს თამაში მოიგოს. თან სასპორტზე ტიტულია, ასე რომ რა თქმა უნდა ორივე გუნდი მოსაგებად გამოვა, ვიხილავთ ბევრ შეტევას, რასაც ლოგიკურად უნდა მოყვეს ბევრი კაშ დარტყმა. ჩემი პროგნოზია მეტი ბარათი. ბოლო 2 ელ-კლასიკოში ერთ შეხვედრაში 7 ბარათი წამოვიდა, მეორეში 9. თან ახლა ფინალია და სასწორზე თასი დევს. ფიქრობ გუნდები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ტიტული მოიგონ. მათ შორის არ მოერიდებიან უხეშობას და ესპანელს საჯებს მეტი რა უნდათ. ასე რომ მეტი ბარათი.